გამარჯობათ, ჩემი სახელია გვანცა, მე ვარ უცხოენების სპეციალისტი, მაგრამ ასევე დაინტერესებული ენის პათოლოგიით. მე გადავწყვიტე ეს ვიდეოების შემედგინა მას შემდეგ, რაც ვნახე მსგავსი ვიდეოები ინგლისურად, რომელიც შეადგინა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიატლის ერთ-ერთი რეაბილიტაციური ცენტრის მთავარმა ლოგოპედმა და ენის პათოლოგმა ბრი ფარლიმ. მე მას დავუკავშირდი და მისი დახმარებით და მითითებებით შევადგინე ეს ვიდეოები. იმედია რაღაცაში დაგეხმარებათ, იმედია რომ თქვენც იყოჩაღებთ, ყოველდღე იმეცადინებთ ცოტ-ცოტა და ასე ცოტ-ცოტა აუცილებლად რაღაცა წინსვლა იქნება. თავარია იმედი არ დაკარგოთ და ყოჩაღად იყოთ. დღევანდელი თემა არის ბოსტნეული. როგორც თქვენ თუ ნანახი გაქვთ ჩემი სხვა ვიდეოები, ალბათ შეამჩნევთ, რომ მე არა მარტო დავუშვათ ბოსტნეულის დასახელებას გავარჯიშებთ, არამედ დავუკავშირებთ მას სხვა თემებთან. მაგალითად, გავიმეორებთ ფერებს და გავიმეორებთ დათვლას, შევხედავთ რეცეპტებს. რომ ეს სიტყვები არა ესე ინდივიდუალურად გავიხსენოთ და გავიმეოროთ, არამედ უფრო კონტექსტში. და ასე ჩვენ ტვინს უფრო ადვილად დაამახსოვრდება და უფრო ადვილად მიაგნებს ამ დაკარგულ სიტყვას. აბა დავიწყოთ. პირველ რიგში, აბა დავაჯგუფოთ, გაიხსენეთ ყველა ბოსტნეული, რომელიც არის წითელი ფერის. წითელი ფერის ბოსტნეული. თუ შეგიძლიათ ჩამოწერეთ რველში, თუ გაქვთ დასაწერი საშუალება, ან და უბრალოდ წარმოიდგინეთ, ან გაიხსენეთ ყველა წითელი ფერის ბოსტნეული. და მერე მეც ჩამოგიწერთ აქ. პამიდორი, გაიმეორეთ, პამიდორი. პამიდორი. ასევე წითელი ფერის არის ბულგარული წიწაკა. ბულგარული. ბულგარული. ცხარე წიწაკა, გაიმეორეთ, წიწაკა. წიწაკა. ასევე წითელია ბოლოკი, ბოლოკი. ბოლოკი. ხახვი, თუმცა არსებობს ყვითელი ხახვიც, ხახვი. ხახვი. და ჭარხალი. ჭარხალი. გაიმეორეთ, ჭარხალი. ახლა გადავიდეთ მწვანე ბოსტნეულზე. გაიხსენეთ მწვანე ბოსტნეული. ან დაწერეთ, ან მოიფიქრეთ, კარგი იქნებოდა ხმამაღლა თუ იტყოდით ამ სიტყვებს. კიტრი. 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 ბულგარული. ბულგარული ყველა ფერის არის მგონი. წინა სლაიდზე ვნახეთ წითელი ბულგარული, ახლა მწვანე. ბულგარული. ბულგარული. სალათი, სალათის ფოთოლი, ან სალათი, სალათი. სალათი. ასევე მწვანეა ლობიო, ლობიო. 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 ასევე მწვანეა მწვანე ხახვი, ხახვი. ხახვი. კომბოსტო, კომბოსტო.
კომბოსტო ისპანახი 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 და მწვანილი 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 აქ ახლა სხვადასხვა განსხვავებულ მწვანილებს არ დავასახელებ უბრალოდ ვახსენოთ მწვანილი დარწმუნებული ვარ არის კიდევ ბევრი სხვა მწვანე ბოსტნეული მაგრამ მგონი რაც ჩვენ აქ გავიმეორეთ საკმარისია ეხლა გადავიდეთ სტაფილოსფერ და ყვითელ ბოსტნეულზე სტაფილოსფერი სიტყვა სტაფილოსფერი ნიშნავს რომ არის სტაფილოსფერი სტაფილო ბულგარული ყველა სლაიდზე ვახსენე ბულგარული იმიტომ რომ მართლა ყველაფერის ბულგარული არსებობს არის მწვანე სტაფილოსფერი წითელი და ყვითელი ბულგარული გაიმეორეთ ბულგარული ხახვი ალბათ ყვითელი უფრო ვიდრე სტაფილოსფერი ხახვი წინა სლაიდზე ვნახეთ წითელი ხახვი ეხლა არის ყვითელი ხახვი კარტოფილი აბა შევხედოთ სხვადასხვა რეცეპტებს ბოსტნეულისგან მზადდება რა თქმა უნდა სალათა განსაკუთრებით ზაფხულში და გაზაფხულში ეს ადგილობრივი მოყვანილი პამიდორი და კიტრი ჩვენი ქართული წიწაკით და მწვანილებით და სუნელებით მორთული არის გადასარევი აბა რა ინგრედიენტები შედის სალათაში დავასახელოთ სალათის ინგრედიენტები ეს არის მართალია პამიდორი რა ბოსტნეულია ეს დაასახელეთ კიტრი მართალია კიტრი არ ვიცი თუ ხედავთ კარგად სურათზე ძალიან პატარაა ქართულ სამზარეულოში გვიყვარს მის გამოყენება მწარე და ცხარე გვიყვარს ქართველებს ეს არის მწვანე ციცაკა ასევე კარგ გემოსაძლევს სალათს თუ მოვაჭრით ეს არის ხახვი თუმცა არის ხალხი რომელსაც ხახვი არ უყვარს და ქართული სალათი რაც ყველაზე კარგ გემოს მატებს ქართულ სალათს არის მწვანილები თუ თქვენ ჩემი სხვა ვიდეოები გაქვთ ნანახი, ალბათ შემსნეული გაქვთ, რომ მე მიყვარს, როცა ჩემი სტუდენტები ან პაციენტები სიტყვებს წერენ, ასოებს წერენ და ამით კიდევ უფრო ვეხმარებით ჩვენ ტვინს მეტყველების აღდგენაში. აბა გამოვწეროთ ეს ინგრედიენტები. ეს არის კიტრი, როგორ იწერება კიტრი? კ ჩაიწერეთ კ, ან რველში ჩაიწერეთ, ან და ჰაერში თითით გამოწერეთ. კ, ი, ტ, რ,
I. Pomidori. Pomidori როგორ იწერება? P. A. M. I. D. O. R. I. ხახვი. X. A. X. V. I. წიწაკა. წიწაკაც ერთ-ერთი ინგრედიენტია სალათის. წიწაკა. C. I. C. A. K. A. და მწვანილი, მწვანე, მწვანილი, მწვანილი, M. C. V. A. N. I. L. და I. ალბათ თქვენთვის მარცხენა ხელით დაწერა ძნელია, რახან მარჯვენა ხელის გამოყენება შეგარებით შეზღუდული გაქვთ, ან ჯერჯერობით სრულად ვერ იყენებთ, ასე რომ იმედია ეს ვარჯიში ძალიან ძნელი არ იყო თქვენთვის. კიტრი, პომიდორი, ხახვი, წიწაკა, მწვანილი, ეს ინგრედიენტები თუ გვაქვს, დავამზადებთ გადასარევ გემრიელ სალატს. ზოგს აქვს ძალიან კარგი ნიჭი, რომ სალათები და კერძები ლამაზად დეკორაციულად გაუკეთოს პრეზენტაცია. მე სამწუხაროდ მაგ ნიჭი არ მაქვს. და ნახეთ რა ლამაზად არის გაკეთებული ეს სალათები. კიტრი, პომიდორი, გააკეთეს ლამაზი ყვავილები ამ კიტრით და პომიდორით. აქაც ასევე კიტრის ყვავილი, პომიდორის ყვავილი, ულამაზესია. აქ ნახეთ პომიდორით გააკეთეს პომიდორის ტიტები და დაამატეს მწვანილები, რომ ესე ნამდვილი ლამაზი ტიტა გამოსულიყო. ულამაზესია. მე მოგინახეთ აქ ერთი მარტივი ვიდეო, სადაც აღწერენ მაიონეზიანი სალათის რეცეპტს. მაიონეზიან სალატს ასევე სალათა ოლივიეს ვეძახით ზოგნი, ასე რომ ვუყუროთ ამ ვიდეოს, შედარებით გრძელი 4 წუთიანი ვიდეოა, მაგრამ კარგია, იმიტომ რომ იმეორებს ერთ და იგივე სიტყვებს, ძირითადად ინგრედიენტებს და აბა ყურადღებით უყუროთ და მე მაქვს რაღაც ვარჯიშები, რომ გავიმეოროთ ეს სიტყვები. მოგესალმებით, მოვამზადოთ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სალათა ოლივიე. დამეთანხმებით, რომ ოლივიეს მოსამზადებლად აქვს ყველაზე ხელსაყრელი პროდუქტი და არის მარტივად მოსამზადებელი. სალათის მოსამზადებლად დაგჭირდება 4-5 მოხარშული კარტოფილი, მოხარშული 3 მოზრდილი სტაფილო, 4-5 მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი, ხინძი და კამა,
შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი ხახვი წვრილად დაჭრილი. დაგჭირდება მჟავე კიტრი, ასევე დაკონსერვებული ბარდა. ამ ბარდას მე გამოვავლებ წყალს და დავტოვებ საწურზე დასაწრედად. დაგჭირდება მარილი, პილპილი და 2-3 სუფრის კოვსი მაიონეზი. სანამ მომზადებას დავიწყებდეთ, 2 სიტყვით გეტყვით მოხარშვაზე. ვხარშავთ კარტოფილს, სტაფილოს და კვერცხს. სამივეს ჯერ კარგად გავრეცხავ და შემდეგ ქვაბში ჯერ ვალაგებთ კარტოფილებს, შემდეგ სტაფილოს და ზემოდან კვერცხებს. ვასხამთ ცივ წყალს და შემოვდგამთ მოსახარშად. ვხარშავთ საშუალო ცეცხლზე. არ უნდა ჩაგვეხარშოს, უნდა საშუალოდ მოიხარშოს და როგორც კი მოიხარშება, გადმოვდგამთ და ვასხამთ ცივ წყალს. ვასუფთავებთ სანამ ცხელია. უკვე გასუფთავებულს დავაცდით, რომ ცოტა შეგრილდეს. როცა უკვე ცოტა შეგრილდება, დავჭრათ კუბიკებად. კარტოფილი, ასევე ვჭრით კუბიკებად სტაფილოს, კვერცხს ვჭრით შუაზე, ვაცლით გულებს და ვალაგებთ ცალკე. გულებს არ გამოვიყენებთ, ხოლო ცილას ვჭრით წვრილ კუბიკებად. ვჭრით მწვანე ხახვს და მწვანილებს. შეგახსენებთ, რომ თუ ცოტა მაინც გეხმარებათ ჩვენი რეცეპტები, გამოიწეროთ არხი, ეს ჩვენ დიდ სტიმულს გვაძლევს შემდგომ მუშაობაში. განსაკუთრებით დიდი მადლობა იმათ, ვინც გვიყურებთ და სარგებლობთ ჩვენი რეცეპტებით. ასევე კუბიკებად ვჭრით მჟავე კიტრს. ასე დავჭერით ყველაფერი, აქვე გვაქვს ბარდაც და ასე დაჭრის პერიოდში თან ყველაფერს ვალაგებთ ღრმა თასში. ვყრით ჯერ კარტოფილს, სტაფილოს, ბარდას, კვერცხის ცილას, მჟავე კიტრს, ხახვს და მწვანილებს და შემდეგ ვამატებთ სუნელებს. პილპილი, მარილი, გავითვალისწინოთ, რომ მჟავე კიტრიც არის მარილიანი. ვამატებთ მწარე წიწაკა სურვილით. ვამატებთ მაიონეზს და ამ ყველაფერს ფრთხილად ამოვურებთ. მაიონეზი ყველგან უნდა გადანაწილდეს. კარგად ამოვურიოთ და ჩვენი სალათაც მზად არის. სანამ სუფრაზე მივიტანთ, უნდა ვაცადოთ 1/2 საათი მაინც, რომ გემოვები კარგად გაუჩნდეს და შემდეგ მივიტანოთ სუფრაზე. აბა გავიმეოროთ რა ინგრედიენტები გამოიყენეს ამ ვიდეოში ოლივიე სალათის დასამზადებლად. გამოიყენეს კვერცხი. ეს რა ბოსტნეულია? კარტოფილი, მართალია, კარტოფილი. ასევე 4 ცალი სტაფილო. ასევე გამოიყენეს მჟავე კიტრი, მართალია, მჟავე კიტრი. 1 ცალი ხმელი ხახვი. გამოიყენეს სხვადასხვა სახის მწვანილი და 1 კილა ბარდა, ან გაროხი. ბარდა. აბა ჩამოვწეროთ ეს ინგრედიენტები
პირველ რიგში დავწეროთ კარტოფილი. К А Р Т О П I Л I კარტოფილი. ვიცი რომ ალბათ გიჭირთ მარცხენა ხელის გამოყენება დასაწერად, მაგრამ ეცადეთ. ეს არის სტაფილო. სტაფილო როგორ იწერება? S T A P I L O. შემდეგი ინგრედიენტია კვერცხი. К V E R C X და I. შემდგომ მოდის კიტრი, მჟავე კიტრია, მაგრამ ჩვენ მარტო კიტრი დავწეროთ. К I T R I და ბარდა B A R D A. ასე რომ კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი, მჟავე კიტრი, ბარდა, არეული მაიონეზში გვაძლევს მაიონეზიან, ანუ ოლივიე სალატს. მოდი ახლა უყუროთ კიდევ ერთ ვიდეოს, აქ ბორშის რეცეპტს გვიხსნიან და მე ეს ვიდეო ავირჩიე, რახან ბორშში ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის ბოსტნეულები შედის. ესე იგი ბორშის რეცეპტიც მე მგონი რომ ყველა ოჯახს თავისი აქვს, ოდნავ განსხვავებული. მაგალითად მე აჯიკას არ უშვები ბორშს და ამდენ მწვანილსაც არ უშვები. და ასევე საინტერესო იყო როგორც ამ ვიდეოში ჭარხალს ცალკე შუშავდნენ. მე ჭარხალს და სტაფილოს და ხავხს ყველაფერს ერთდროულად ვშუშავ.
აბა გავიხსენოთ ინგრედიენტები ბორშის. პირველ რიგში შუშავენ ხახვს, ხახვი. მერე ხახვს ვამატებთ ან წვრილად დაჭრილ, ან გახეხილ სტაფილოს, მართალია სტაფილოს. მერე ამატებენ წვრილად დაჭრილ ან გახეხილ ჭარხალს, ჭარხალი. კუბიკებად დაჭრილ კარტოფილს, კარტოფილი და კომბოსტოს. კომბოსტოს და ჭარხლის გარეშე, რა თქმა უნდა, ბორში არ არსებობს. და მწვანილები. არის ოჯახები, რომ მწვანილებს არ ამატებენ ბორშს. ყველას თავისი განსაკუთრებული რეცეპტი აქვს. ესე იგი, ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო, მწვანილი. ეს არის ძირითადად ბორშის ინგრედიენტები. ეხლა უნდა ვითამაშოთ თამაში, რომელიც შეიძლება თქვენ ბავშვობაში გქონდათ ხშირად ნათამაშები. ეს არის მეხსიერების თამაში. ესე იგი, უნდა დაიმახსოვროთ, უნდა გაიმეოროთ ყოველი ახალი სიტყვა, მაგრამ უნდა ასევე ჩამოთვალოთ, გაიხსენოთ და ჩამოთვალოთ წინა ნათქვამი სიტყვები. სურათზე ახლა რას ხედავთ თქვენ? კიტრს. ოკეი, ესე იგი პირველი სიტყვა არის კიტრი. ახლა რას ხედავთ? პამიდორს. მაგრამ სანამ პამიდორს იტყოდით, ჯერ უნდა გაიმეოროთ წინა გვერდზე რა ბოსტნეულიც იყო ნაჩვენები. გახსოვთ რა იყო წინა გვერდზე? კიტრი. ესე იგი უნდა ვთქვათ კიტრი და პამიდორი. მესამე გვერდზე გვაქვს წიწაკა. ხო? მაგრამ თავიდან ჯერ უნდა გავიმეოროთ სხვა ორი ბოსტნეული, რაც ჩვენ წინა გვერდებზე ვნახოთ. გახსოვთ რა ბოსტნეული ვნახეთ? აბა თქვით ხმამაღლა? კიტრი, პამიდორი და ახლა წიწაკა. კიტრი, პამიდორი და წიწაკა. ეს ვარჯიში უფრო და უფრო გართულდება, რაც უფრო მეტ ბოსტნეულს დავამატებთ. ეს რა ბოსტნეულია? ხახვი. მაგრამ არ ვიცი თქვენ თუ კარგი მეხსიერება გაქვთ, მე ეს თამაში მაინდა-მაინც არ მიყვარდა ბავშვობაში, იმიტომ რომ ვერ ვიმახსოვრებდი წინათ ჩამოთვლილ სიტყვებს. ვნახოთ თქვენ როგორი მეხსიერება გაქვთ. კიტრი, პამიდორი, წიწაკა და ხახვი. კიტრი, პამიდორი, წიწაკა და ხახვი. ეხლა დავამატებთ კიდევ ახალს, კარტოფილს ვამატებთ და როგორც ყოველთვის უნდა ჩამომთვალოთ აქამდე ჩამოთვლილი ყველა ბოსტნეული. აბა დავიწყოთ. კიტრი, მერე მოდის პამიდორი, მე დავიწყებული მაქვს, მე არ მახსოვს რა იყო პამიდორის მერე. კიტრი, პამიდორი, წიწაკა. წიწაკა ყოფილა კიტრი, პამიდორი, წიწაკა. კიტრი, პამიდორი, წიწაკა, ხახვი და ეხლა გვაქვს კარტოფილი. აბა ეხლა სტაფილო. სტაფილო. კიტრი, კიტრის მერე ვთქვით პამიდორი, პამიდორის მერე ვახსენეთ წიწაკა მგონი, წიწაკის მერე ხახვი, მერე კარტოფილი და ეხლა სტაფილო. ძალიან კარგი, ესე იგი თქვენ დაგიმახსოვრებიათ ამ 6 ბოსტნეული, არა მარტო სახელი, არამედ როდის ითქვა რომელი ბოსტნეულის სახელი. ყოჩახ.
ბოლო ვარჯიში ამ გაკვეთილზე არის შევადაროთ სამი სხვადასხვა სურათი. სამივე სურათში არის ბოსტნეული, მაგრამ სამივე სურათში განსხვავებული რაოდენობის და განსხვავებული სახის ბოსტნეულია. და ვნახოთ რითი განსხვავდება და რითია მსგავსი ეს სამი სურათი. დავიწყოთ მაგალითად კიტრით. ხედავთ კიტრს სამივე სურათზე. კიტრი. აქ არის კიტრი ამ სურათში, აქაც არის კიტრი, მაგრამ აქ კიტრი არ არის. პამიდორი. აქ არის პამიდორი, 1, 2, 3 პამიდორი. ამ სურათში ბევრი პამიდორია. პამიდორი, აქ პატარა პამიდურები, პამიდორი. ამ სურათში ეს არ ვიცი პამიდორია თუ არა, შეიძლება პამიდორია. პამიდორი. მე აქ ვხედავ ბოლოკს, ბოლოკი. აქაც ეს ბოლოკია. ამ სურათშიც არის ბოლოკი, ანუ ბოლოკი არის სამივე სურათში, ბოლოკი. სტაფილო, სტაფილოს მარტო ამ სურათში ვხედავ, აქ არის სტაფილო, მაგრამ ამ სურათში და ამ სხვა მეორე სურათში სტაფილო არ არის. სტაფილო. აბა კიდევ რა საერთოდ არა განსხვავებაა. ბულგარული, არის ბულგარული, წითელი ბულგარული, ყვითელი ბულგარული, სტაფილოსფერი ბულგარული. ამ სურათში აქაც გვაქვს ყვითელი და სტაფილოსფერი და მწვანე ბულგარულები და ამ სურათშიც გვაქვს ზუსტად იგივე ყვითელი, სტაფილოსფერი და მწვანე ბულგარული წიწაკა. ამ სურათში გვაქვს ჩვეულებრივი წიწაკაც, ცხარე წიწაკა, მაგრამ ცხარე წიწაკას სხვა ორ სურათში ვერ ვხედავ. აბა კიდევ რა განსხვავებაა და რა მსგავსება. კარტოფილი, აქ არის კარტოფილი, აქაც არის კარტოფილი. მე ვხედავ ხახვს, აქ არის ხახვი, აქაც არის ხახვი. ეს არის ყვითელი ხახვი. და ამ სურათში ეს კარგად არ მოჩანს, მაგრამ ეს მგონი არის, ესეც არის ხახვი, წითელი ხახვი. წითელი ხახვი. ამ კალათაში არის ბევრი სალათის ფოთოლი, სხვადასხვა სალათის ფოთლები, სალათის ფოთოლი. აქ სალათის ფოთოლს ვერ ვხედავ. ამ სურათში სალათის ფოთოლი არ არის, მაგრამ არის კომბოსტო. არის კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო და ასევე არის ყვავილოვანი კომბოსტო. კომბოსტო. ამ სურათშიც არის პატარა ყვავილოვანი კომბოსტო. ასევე ვხედავ ლობიოს, ლობიო, მწვანე ლობიო, მწვანე ლობიო და მწვანე ლობიო არ არის არც ამ პირველ სურათში და არც მეორე სურათში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ დღეს ძალიან ბევრი ივარჯიშეთ, ბევრი სიტყვები გაიმეორეთ. როგორც გეცოდინებათ, მე მაქვს შედგენილი მსგავსი ვიდეოები სხვა თემებზეც, ხილზე, ამინდზე, ტანსაცმელზე, ავეჯზე, ასე შემდეგ. ასე რომ თუ გინდათ გადახედეთ იმ ვიდეოებსაც. იმედია, რომ ეს ამ ვიდეოებით ერთობით დავარჯიშობთ და ნელ-ნელა თქვენ მიზნისკენ მიდიხართ, რომ აღიდგინოთ მეტყველება და დაუბრუნდეთ თქვენ დაიბრუნოთ თქვენი მეტყველება. აბა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.